მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი ბოლი, როგორ გახსოვთ ბოლს რო უწოდებდით? ვოზდუხა ბოლი, ხო? უკეთესია ვოზდუხა. ბოლის ამბავი, ბოლი ბოლად დარჩება. სადაც არ უნდა გაუშვა. კი ბატონო. და მოღალატე გახარია თავისი ბოლობა და ამტკიცა კიდევ ერთხელ კომისიაზე. ჩვენ გვაქვს ვიდეო, სადაც შეგვიძლია გაუშვათ არ მახსოვსები. არ მახსოვს. ის როგორ არის იცი? არ გეტყვი. არა, ეგ ხო არის ჯენტლმენი удачи ემახსოვრებათ. არა, ზუსტად ეგ იყო. რაზეც უსწორდებოდა, იმაზე უნდა რომ არ ახსოვდა, რაზეც არ უსწორდებოდა, იმაზე უნდა რომ ახსოვდა. გაუშვათ. მარჩენები არ მახსოვს მე იყო კიდე. არ მახსოვს ახლა სიგარები Excel-ი უკვე. ანუ ვინმე დაადასტურებს რომ ეს ბრძანები არ მახსოვს. არ მახსოვს რა დროს მოვედი. არ მახსოვს, იქ არ მახსოვს. არ მახსოვს. ხო, ახლა ესე არ მახსოვს. არ მახსოვს მეთქი გეუბნებით. კონკრეტულად არ მახსოვს. არ მახსოვს, არა, არ მახსოვს. არ მახსოვს. არ მახსოვს. ხალხი სულ არ მახსოვდა იქ ჯერია რო. მე გითხარით რომ არ მახსოვს მეთქი. გახსოვთ. არ გახსოვთ. სტამბოლის აეროპორტიდან რომ დაგირეკეთ, ტელეფონში უყურებ რაც ხდება რუსთაველზე მეთქი, გახსოვთ? არ მახსოვს. არა. არ მახსოვს. მახსოვს რომ მოვედი და იქ შეკრება იყო რაღაც. ცოტა გვიან რომ შემოგვიდა. ცოტა დამაგვიანდა კი. კი, ოდნავ დაგაგვიანდათ. როგორ გამიხარდა რომ რაღაც გახსოვთ? ხო. სინამდვილეში მეგობრებო, სინამდვილეში. მას ყველაფერიც ახსოვს. მას რა თქმა უნდა ყველაფერიც ახსოვს და ჩვენ აი ამ ეს კომისია სულ არ გჭირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწუნდით, მაგრამ კომისია სულ არ გჭირდებოდა. ამაში დასარწმუნდა. ამაში დასარწმუნდა, ეს არის მოღალატე, ეს არის ადამიანი, რომელიც იძახის რომ გადადგა იმიტომ, რომ შეეშინდა, რომ სხვეპრი მოყვებოდა ალამუთის ციხის აღებას და გადადგა თუ არა რამოდენიმე ხანში გომელაურმა ჩინებულად და ბრწყინვალედ ძალიან იუველირის სიზუსტით. არა, იუველირის სიზუსტით ჩატარებული სპეცოპერაცია, სადაც რა ვიცი 10 წუთში ესენი ნაცები ამობდნენ რომ ამ ალამუთის ციხეს ვერ აიღებთო და 10 წუთში თვითონ გამოვიდა მელია და ჩაბარდა, მაგრამ რაც თავარია გიორგი გახარია მან ესეთ მნიშვნელოვან, ესეთ საპასუხისმგებლო მომენტში გადადგა. დატოვა გუნდი. ხო, გაიქცა, რა თქმა უნდა, დატოვა გუნდი, ესეთ საფრთხის ქვეშ გაახარა ნაცები ვის სასარგებლოდ დატოვა და ვის სასარგებლოდ გაიქცა. ვის უხაროდა მაგ პერიოდში. შეხედე ალამუთის ციხეში იყო ჟრიამული და ჟრიამული, რა თქმა უნდა, იმის მერე იგი ეწეოდა ყველანაირად ნაცების ხელშემწყობ დამაზიანებელ ქართული ოცნების თავის ყოფილი გუნდისთვის დამაზიანებელ პრაქტიკებს და სოციალურ პრაქტიკებს, მაგალითად თავის კანდიდატურის დაყენებიდან დაწყებული ნაცების სასარგებლოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გიორგი გახარიაზე რა უნდა ვილაპარაკოთ? ცალსახად, ერთნიშნულოვნად მას შეარქვა ქართული ოცნების მხარდამჭერმა და ამომრჩეველმა ის რა ქვია, რაც ეკუთვნის მაზაკვალი. ერთი მაზაკვალი და მეორე მოღალატე რა, ძალიან მარტივი ეპითეტი, რომელსაც ეხა არა გუბაზისეული ღალატი, არამედ ნამდვილი ღალატი. საპასუხოდ არც კი გაუშვებ. გუბაზიც გვაქვს. საპასუხოდ არც კი გაუშვებ იმას, მაგრამ გაავრცელეს რაღაცა სკრინები, რაღაცა ჩატებიდან, სადაც თეატრულუკიანი ერთგან ქართული შრიფტით არის, მეორეგან ლათინურით. ხო, ჯერჯერობით მისი ავთენტურობა არ არის დამტკიცებული და ფეიკია, აბსოლუტურად ფეიკია და მე მგონი რომ თქვენი მოსატყუარე კბილი კარგა ხანია გამოვიცვალეთ. გახარიაზე არ მინდა ბევრი ლაპარაკი. გუბსონ მანდელა. როგორ? გუბსონ მანდელა. გუბსონ მანდელაზე შეიქვა. გუბსონ მანდელა. გუბსონ მანდელა. აი ნახე ხა რა სერიოზული თეოლოგია. გუბოზია თუ გუბოზიშვილი? არა. კაი, ერთი წუთით. გუბოზი არ გვინდა, გუბსონი გუბოზი აბა. გაწერდი. გუბსონ მანდელა. ნაც ანალები. ხო, ნაცი ანალები. ნაც არ გნაცები. უბობოტამი. ხო, სხვათა შორის. რაღაცა შეჯიბრებად შეიძლება ჩავატაროთ აი ამ თიკუნებში და ვინ უფრო მეც მოიგონებს. როგორც ეხლა არა, გაუშვით. გუბოზი. წითელ პარასკევს კვერცხებს შეღებავენ. კი ბატონ გუბას იცით? დაგღებავთ ამ კვერცხებს. ძვირფასო კოცებს. რას ნიშნავს წითელი კვერცხი, იცით? თქვენაირებმა რომ ისა ჯვარს აცვეს მაცხოვარი ციგნობრებს და ფარისევლებს რო ეძახოდნენ იმათ რატო ფარისევლები ვინ იყვნენ? აი ყველაფერს იცავდნენ წესებს. ავე რჯულის წესებიდან გადახვევა როგორ შეიძლება? ქვათა დაკრეფა, მოკლა, ჩაქოლვა. მაგრამ სული არ ქონდათ.
ხო, ნუ აქ უკვე თეოლოგიური მისცარ დისკურსი. კი ბატონო. თვითონ წითელი როცა თეოლოგიური წიაღსული. თუმცა რატომღაც იყო რა თქვა? არ გავიმეორებ ბატონო. მეორე ვიდეო არა, მე უბრალოდ ერთი პატარა ნიუანსი მინდა თქვენ ყველგან მივაქციო, რომ მაინც საკვებზე სხვა შორის გუბაზი როდესაც საუბრობს საკვებზე, არის ხოლმე ძალიან ესეთი აი გასტრონომიის სოციოლოგიიდან როცა გახსოვს იმაზე შეწვალით მოხრაკულით რობადრობა გახსოვს იმაზე რომ ილაპარაკა კონცეფტზე ყველას გიცნობ ცივადო ცხლადო შემწვარსო მოხრაკულსო გავუშვათ მეორე საკმაოდ წარმატებულია სავაგარეთ ქართველი პოლიტიკოსებიდან ახლა ცნობილი ვინც არის ერთი ციხეშიძის მიხეილ სააკაშვილი და მეორე სალომე ზურაბიშვილი დანარჩენები არ არიან ევროპის რეგიონალური მასშტაბის პოლიტიკოსებიც კი არა გვყავს ჩვენ ეს ყოველთვის ძამძიმე ამბავია ანუ დაუბრუნდა ის იმის ქებას თამარ მეფის ქებას მე თუ მაპატია ანუ რა ხდება ხო აგინებდა ვინ ჩემ ფეხები ხართო ეხა რა ხდება თამარ მეფე თუ რამე პრობლემა აი გუბაზისგან რამე პრობლემაა რომ აზრი შეიცვალოს მეორე არაცი სიტყვაზე აზრი რომ შეიცვალოს ან სხვანაირად თქოს პრობლემა არის თანმიმდევრობაში რომ დავიწყო კაც აქ მისაზე ნათქვამი იყო მარადონა ელეო არა მარადონა მე მგონი არ ხო შეიძლება თქვა მარადონა კარგი მარა თქვა დასავლეთს ვარს კლავიო კალადონა დასავლეთს ვარს კლავიო და აღმოსავლეთ ევროპის ამომავალი და კაშკაშა ისა რომ მიდის უკრაინაშიო ვერ გაივლისო ქუჩაშიო აედევნებაო ხალხიო ისა უყვარს ალბათ ქვა ეს როლი მე უბრალოდ გუბაზი სად შეიძლება აღმოჩნდეს ეხა გასაგებია სადაც არის მაგრამ უფრო ღრმად შეიძლება სად აღმოჩნდეს აი უახლოეს ხანში როცა სხვათა შორის აი შეხედე როგორ შეიძლება ერთუჯრედიანი დაბალ ორგანიზებული რაღაცა რომელი ერა არის ხაბეიშვილი პალეოლით არა პალეოლით კარგია ის დეკანტროფი როგორ შეიძლება გაბოროტდეს აი ბოროტი როგორ შეიძლება აი ვნახოთ გაუშვათ ხაბე გავუშვით ძალიან მძიმეა მაგრამ აი მეორე ნაწილზე მინდა რომ დაუჯერო რა აი ვიღაცა ტიპები ხო შედან და ლაპარაკობენ რა რომ ბიზნესი წამართვეს ხამის 3 საათზე ჩემთან მოვიდა და მიფორმა მე პროკურატურაში დამიბარეს პროკურორმა მაწამა შავ ოთახში მე მოსამართლე ან მართლა თემას ყვება რომ გინდა რომ ადამიანს უბრალოდ ბოლოს სად ვიჭედები იცი მართლა ვიჭედები სად რომ აი ეს ტიპი ვინც მოვიდა შენთან ხო ფინანსურის ვიღაცა ვინც გაშინებდა ეხლა თანამდებობაც და მე პროკურორული კი არა და ვაფშე სად არის ეს მაიმუნი გავაჩეროთ ეხლა სხვა შორის აქ ის უფრო მაიმუნია ის ხო არ არსებობს რა და სხვა შორის ძალიან ცუდი მოხდა რომ ალდეიშვილი ვერ ჩავიგდეთ ხელთ მაგრამ არის როგორც ხვლიკი და გაძრა არჩევნების შედეგები არც იყო გამოცხადებული კი არა წინასწარი შედეგებიც არ იყო რომ გაძრა ხვლიკივით მთელი ეს სისტემა დაშინების რა თქმა უნდა ციხეს თავისი ადგილი ჰქონდა სოც და კუც თავისი ადგილი მაგრამ თავიდან ბოლომდე ბიზნეს სქემების ახევის ბიზნეს სქემების და ღამის ნოტარიუსებთან მისვლის თემები თავიდან ბოლომდე იყო ადეიშვილს და არის ადეიშვილი იქ სადაც არის სამწუხაროდ უკრაინაში და ადრე თუ გვიან როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა პატრიოტი უკრაინელები და არა ზელენსკი რომელიც არის თავის ქვეყნის მტერი ჩვენ სავსებით შესაძლებელია გადმოგვეცეს ეს ძალიან კარგი სია არის მოდი ცოტა ავრიოთ ქრონოლოგია და პირდაპირ არც მეტი არც ნაკლები გიორგი სავანელი ვინ არის არა ვიცი გავუშვით ესენი საერთოდ არიან რაღაცა ორფეხზე მოსიარული არსებები რომელშიც მისხალი ადამიანობა არ დარჩა სულის ნატამალი არ დარჩა ამ მართლა სულში ჩაფურთხებულების ეშმაკის მიერ სულში ჩაფურთხებული არსებების შეპრობელია გაჩერდა ტოპ კადრი ეშმაკზე საუბრობს ჩამოგჩობილი სახში ეს საუბრობს უკან იმენა ჭინკა ხო ოღონდ უკან ისეთი რელიგიური შინაარსის ვიდეოა ხო სანთლები და ხატები და ამ დროს ეს პირი ლაპარაკობს ეშმაკზე ჭინკაზე რა ვიცი ახლა ესეთ თვალნათელი ამბავი უგლებრივი ჭინკაა არაჩვეულებრივი ის კი არა რამე ის კი ეს ტიპი ვინაა ეს არის მსახიობი გიორგი სავანელი თუ
რეჟისორი. მეთო ჩემს რა. დაჟე. ბოდინების თეატრში. ბოდიში. აო, სიდნი ლუმეტია? იმის თითების კი არა, მოძრაობის თუ რაღაც თეატრში. რაღაც თეატრები ხო გამოილია და ორიგინალური ხო დავაი პირდაპირ არც მეტი არც ნაკლები კახა მოგიდგას ალბაჩინო არო შენ დინდა რომ ესე წავიდე კი ანუ შემოქმედებით ფრანგი აიქცია დღეს მე დაბლა ვეღარ ჩამოვარდები და ეგო კიდე მსახიობია თუ რეჟისორი ეს რეჟისორი არ არის მსახიობიც არის მაგრამ რეჟისორიც არის რა ორენ ბიტია რა თემ როჟა და იმიტომ და პლუს მეომარი არის თან მაგარი სიმპათიში მელ გიბსონია გახსოვს უორენ ბიტი მელ გიბსონი ჯეკ ნიკოლსონი უფრო მელ გიბსონი რა იმას რო კითხეს გახსოვთ კაც არავას ომში ხარ თუ ნამყოფიო და ომში არა ომთან ახლოს კაუჩი წკიბზეო ეგრო ფოჩიან კამფეტებს ეძებდა გახსოვს მოვითმინოთ არ უნდა შევარჩინო და როცა დასრულდებიან ესენი აი უმკაცრესად უნდა დაისაჯო იმიტომ რომ გააჩერეთ მეგობრებო თუ შეიძლება კენეტ ანგერის ფილმია მეგობრებო ერთი წუთი თუ შეიძლება კენეტ ანგერის ფილმია გააჩერეთ რა ოღონდ გააჩერეთ ხელს რო იქნებს კლუბნი პლანი რო გააჩერეთ მასკულინური რამე ისეთ ბიჭო პლანი დაუჭირეთ რა ხმის garaში გავუშვით არა გაჩვენოთ რაღაც ჯინჯილებზე გაგაცემდი მატულობს გავუშვით თუ შეიძლება აი ეს არა აი გააჩერეთ ან რაღაც აი ხელს უბრალოდ ბეჭდები რამდენია ხო მე მგონი ყოველ გამოსვლაზე მას ემატება ჯინჯილები. თან ისეთი. ძიმე, აი რომ დიდებული ჯინჯი არა, დიდებული ისეთი. მე თქვენ უკრას და ბასენში თუ ჩავარ და შეიძლება ჩაიძიროს აი ეს. მაჩვენეთ როგორ ან სადმე ყოფილ ტომებში თუ მოხდა, უეჭველი ისე გონებათ. კარჩ კენეტ ანგერს. არ უცა შეჭამენ გამოიღებენ. არა, პირველ მე ეგონებათ. ხებს. ელდორადო რო არის მულტფილმი ეგ. თქვენ აირჩიეთ შემოქმედებითობის გზა და რატო არ გაქვთ ნანახი კენეტ ანგერის სკორპიო რაიზინგი. ბატონო, სკორპიო რაიზინგი. თქვენ ვის ნანახა? ეს არის ულტრა მასკულინური ხვალ ესთეტიკაზე დაფუძნებული იმაში რა ქვია ანგლოსაქსურ კინემატოგრაფში ყველაზე თვალსაჩინო ჰომო ეროტიული გაგინდა რემს ლაპარაკო ხანდახან პირდაპირ ლაპარაკობ იგინები და ხანდახან თულ სიტყვებს ბაზრობდა კადრები გამახსენდა კორეული კადრები გამახსენდა აი ოღონდ ძმაო და თვითონ მე ჩაგიდა ბაჭო მე არ მაქვს საკითხული ბოდიში ხო კაი აღარ ბიჭ და ის აბა შენ ბარამიძეზე და ვაფშე მე მგონია რომ ის აფასების ამბავი რომელიც იქ მოიყოლა და მე უამრავი ინტერპრეტაცია კი არა სრულიად სხვანაირი მიმართულება მისცეს Facebook-ში ამას რომ თითქოს ისინი მაგას რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ იყვნენ კრიმინალები არ იყვნენ ანუ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს მაგ მიმართულებას ეს გვაძლევს იმის უფლებას რომ ოჯახი ამოხოცო და ცოცხლად მაგაზია საუბარი და არა თორე ეხლა მაშინ მაგას თუ დაუშვებ შენ მაგ მორალურ იმპერატივს თუ შენ უშვებ შესაბამისად მიდიხარ რომ ციხეში გაუპატიურებაც ოკეი ყოფილა იმიტომ რომ ვიღაცა და მე ეკხალხმის მაგას და ზუსტად მანდ მიდიხარ მაგაშიც ეთნოგრაფია იმ პერიოდში ხო გახსოვს ცენტრალური ევროპელები აფრიკაში ძაღლებს გეშავდნენ ადამიანებზე და რა თქმა უნდა ეს მალინუა და ისინი რო არის ჯიშები და ავჩარკა ნაგაზი აჯიბრებდნენ ერთმანეთს და ისინი და იმათი განმოსახედიდან ვიღაცები არასწორები იყვნენ რა არა რაღაც არის რომელსაც შენ არ უნდა ჩამოხვიდე მე მაგ ვიდეო ბურები ჩამოსხდა ელბურთან მივედი და კარგი იყო ადრეო რომ ტერიტორია ქონდა შემოღობილიო იქო 1-2-ო ზანგი რომ შემოვიდოდა ფერატკანიანი შავკანიანი ეს სოდიო და პრობლემა არ იყო მაშინ ჯარიმას ვიხდიდიო ხო და თუნდაც ხო ხვდები და უყურებდი გაოცებული კი ხო და ერთი რამე მინდა გითხრათ მეგობრებო რომ ეს გასაგებია ეს ყველაფერი როგორც არის და საით მივდივართ მაგრამ მე მაქვს აი ისევ კინოანუზე რომ მოიყვანო აპოკალიფს ნაუ ხო როდესაც ნურსებით ერთმანების ვაგნერის ეპიკურ მუსიკაზე სოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სცენა გათამაშდა. და იმ სცენის კონტექსტი იყო ნეგატიური. მაგრამ რომანტიზდა. ბატონო? მაგრამ რომანტიზდა. არ უნდა კოპოლას მაგის. არა, კოპოლას არ უნდა და ჩანაფიქრი სხვა იყო, მაგრამ რომანტიზდა. ნუ კარგად იყო გადაღებული რა. იმდენად ძალაუფლებრივი კადრია და იმხელა ეგზალტაცია მოაქვს და დუალისტის კომენტარი დილაობითო ძალიან მეყვარს ნაპალმის სუნიო. სუნიო. ანუ პოეზია. და მე იმას რო გაუშვებს სერფინგის. ხო, ანუ
აქვს ეგ მონაკვეთები. ხო და აი ეს შეიძლება საკუთარ რაც არ უნდა მანდიტი იყოს, ოჯახი რო არის იქ, აი ეგ მოუწყეს. ხო რა, ანუ მართლა გაცლებ თუ არის. ხო, გაცლებ თუ არის, იმიტომ რომ იქ ბევრი სხვა დეტალი არის. კუტაბიჭი გავუშვით თუ შეიძლება. ბიჭო, ტიპსი ეს წარმართა რო ქუჩაში აგესვებდეს თქვა აი დინამიკთა და შენ მიმართვაზე რეაგირებდეს. ორივე სჭირდება რაღაცნაირად ეს დობა და ეს თუ არ არის იგივე ჩემთვის აი მანქანას რო საწავის აუზია გახრეტილი და მიძის ჯელობა ეს მანქანა ამ მარჯვენა გზით უნდა წავიდეს თუ მარცხენა აშკარად ვატყობ რომ გინგზი წავიდეს გიდამ ამ გზით წავიდეს ბოლომდე მიღწევი ეს არ არის და აი ეს იყო ჩემთვის არჩევნების მეორე დღეს ესეთი მაგარიტინების მე ძლიერი ალუზია იყო რა არ მოგეწონა მაშინ დამარჩე მანქანის აუზი არა ის მაშინ ლევონა სანიკიძე ბუბაზე ხან გავუშვით ლევონი გავუშვით ბუბაზე ანუ პატარა გულბოზი შენ აქტის ბუბაზე ბიჭო ცოტა პატარა გულბოზი გულბოზ ჯუნიორ ნაც ანალები გნაცები მოდი აბა გავუშვით სულიანის რომ ამ ქვეყანაში უპირისპირდებით რუსებს და FSB-ს აგენტებთან ერთად მართავენ ამ ქვეყანას და კიდე როდესაც მისმის შეუძლებელია მეგობრებო ერთი წუთით მართლა ცოტა რაღაცა რა არსება ჩვენ ტელევიზიის ერთ-ერთ ფლაგმან გადაცემას აქვს პრობლემები მეგობრებო ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ შინაარსის კომენტირება რა ბიჭო გურჩი ყველაფერაკება გაიგერა თქვა გაიგე გავიგე გოჩი გველაფარ ანუ რა პონტია უკრან მაჯავანის ლექსს ერთი ორი ავარჯიშებს გოჩებს ორი ეს თუ გოჩია მაშინ ბუბაზე ვინ გამოდი გორი მინდა მეთქვა გოჩი გორი მინდა მეთქვა ის აფია ხო მაგრამ რა პონტია ესე ბიჭო ის რა ცოტა დასტოინე შენ მაღალ ეთიკურობას გავმარჯო სამწყლის სინამდვილეში ბიჭო სულად აგვაქვს საქმე ესეთი ოპოზიცია რო გყავს არ არის კარგი აბა რა და მაგიტო გვინდა რომ აუკრძალოთ საბოლოოდ შალვა მინდა გავაჩქავდეს ველი დათოგორგილაძე გაუშვი მინდი მინდა პასპორტი ხებს დათოგორგილაძე მინდი გაუშვი ორჯერ გაუშვი ორჯერ ამს რომ რაღაცა ზღვარი კიდევ არსებობს ხოლმე მორალისა და ისინი მიგვათრევენ ამორალურობის ახალ სკელებთან და ეს ადგილები ჩვენთვის უცნოა მართლა უცნობია და უცხოა ქართული ოცნებისთვის ამორალურობის ახალი სიფრთხეები არის ძალიან ნაცნობი თავიანთ მოედანზე თამაშობენ ის ამიტომაც ძალიან რთულია ხოლმე რომ ბაჭო აბა რა კომენტარს გაიგე შენეთახმები რა თქვენი გზები გაიყო არა რა არის იცი რომ ამორალურობის რაღაც მოედანი თქვა სადაც ჩვენ ვართ და ის არის მორალური ანუ ის არის თეთრებში ჩვენ შავებში ხო ისეც არის აჰა შავი ის არის სუფთა ჩვენ ბაჭოსაცვია პატარაღი მორალურობა უნდა მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ საშუალო ვერაფერს ვერ ამბობს ანი წიტლიძეზე ამბობ რამე რაზეა აბა რეალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ პროტესტი კიდევ უნდა გაჩერდეს. არ გააჩერეთ, არ შეიძლება. წინა კადრი რა პრობლემაა? ვერ მივხვდი რაზე აკეთებთ აქცენტს. წინა კადრი დაბრუნდეს. მე ვერ ხვდები აქცენტს რაზე სვავთ. მოდი დავტოვოთ მაშინ ეს გამოცანად, გადავიდე შემდეგ. რაღაცა ნორმალური შეარჩიეთ. ესეთი საღამოა. ადამიანები ძილისთვის ემზადებიან. ღამეა, ადამიანები ძილისთვის ემზადებიან. რაღაც კადრები მართლა შინაარსთან ხედავთ ვეღარ უშვებთ. მაშინ აი კაცი გაუშვა. ვინ არის? უსუფაშვილი. ხო, აი კაცური კაცი. იმენა კაცი. დიდი გრიგოლაძე. ეს ორიენტაცია დაკარგული, თავგზავნეული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც საკვებად რაღაც იდეოლოგიურ საკვებად აქვთ თავის მიერ შეტყზული ზღაპრები. აი იმის თაობაზე რომ სოფლიო მოიცალა მხოლოდ იმისთვის რომ საქართველოს რაც მიზანში ამოიღოს და ცუდი საქმეები გაუკეთოს, ოღონდ სოფლიოში ერთადერთი ვინც არ იგულისხმება არის რუსეთი, ყველა დანარჩენი მტერია. აი ამ ნარატივში მოქცეული ადამიანები საკუთარ თავს ყვებავენ ამ იდეოლოგიური რაღაცა ფრაზეოლოგიით და ამასობაში სადმე აქანებენ ქვეყანას. მე მევასება ეს კაცი რო არის შვილსომეო, ესე არ ვსდიო რომ საქართველოს დაჭირდა იომოს. არა, საერთოდ რა პოლიტიკაა. შევსო ვდიო მეო ბედნიერებისთვის და იმისთვის არ ვდიო.
რა თქმა უნდა, ვარავის არ უნდა. არა, მე არ ვეუბნები რომ სამშობლოს თავი გაწერიო. აი ეგ კი ბატონო. ოღონდ სპეკულირებს. ამან მაგრა გაწირა ესე სამშობლოს თავი. ოღონდ სპეკულირებს საკაი. 9 აპრილის მერე. მაგრა გაწირა თავი. ვაიმე დედა, ვაიმე. გიგი უგულავა, ხაბა იქნება კუკოლ. აი ნამდვილი კაცი. უკვე ნამდვილ კაცებზე გადავა. რო აშკარ მასკულინურობის განსახიერება. კი, უკვე ისეთ იმენატიპი. აუცილებლად მასკულინურობის განსახიერება. ხო, გიქსონ. დუშსონ. ძალიან საფრთხო სიტუაციაა სინამდვილეში. მაგრამ მეორეს მხრივ უკეთესია რეალური სახე იყოს და აღარანაირი მუხრუჭი ამათ არ ქონდეს, იმიტომ რომ ქრონიკულ დაავადებას ჯობია ანთებითში გადავიდეს და ანთებითი უმკურნალოთ, იმიტომ რომ ანთებიც უფრო სწრაფად უმკურნალებ. ქრონიკული ისე მოგკლავს და მოგუდავს, რაც ივანიშვილს უყარს. აუზიო ქრონიკული დაავადების ალუზია ბევრად მაგრა ერგება ნაცებს. ანუ იმენა ნაცებზეა ეგ სამედიცინო მეტაფორა თუ მაგალითი. ერთია. მეგობრებო, იქიდან დაარეკე. ოღონდ ესენი არიან ქრონიკული ვენერიული დაავადებები. რომელიც უნდა გადაიყო. ეს არ გიდე, ეს სიტყვის რაღაცა და თავი მოგვეჭრება. ხო? გაჩუმდი. გუსარი მალჩაც არა და ის რა კაი რაღაც მაგასარებული. პარუჩიკი ჟევსკი მალჩაც. არა, სინამდვილეში უგულაო როგორც კუკოლდების კუკოლდი. იცის მაგან დაავადებების შესახებ ყველაფერი. კარგად რა ჯობია, როდის გამწვავება ჯობია. სად რა უნდა გააკეთოს? უკეთ იცის და უნდა დაუჯეროთ, მეგობრებო, დაუჯეროთ. თინა ბოკუჩავა. აიფონა. მე მგონი არავინ მოიძებნება საქართველოში, ну, ყოველ შემთხვევაში ჭკუათ მყოფელი, რომელიც ან პროპაგანდის წარმოუდგენელი მსხვერპლი არ არის, ან თავად პროპაგანდისტი არ არის, ვინც იტყვის, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყო, არის და ყოველთვის იქნება პროევროპული, ევროატლანტიკური ძალა, რომელსაც კი გასაგებია, რომ შეიძლება მმართველობის პერიოდში, მაშინ როდესაც ამერიკის სწავლობდი, მაგრამ ამას ნიშნავდა არ აქვს. გასაგებია, გასაგებია. ნუ იქ ეს შეიძლება ეხა რაღაცა ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა და გაყიდა და ქუჩაში ხალხი დახოცა. რაღაცა ცოტა რაღაცა და პროცენტულად რამდენია ეს რაც გააუბედურეს? რამდენი ბიზნესი 1%, ხო? რა გააუბედურეს? არის ხო ეხა წადეს? 1-2 გადაცდომა, შეცდომა. შეთვის პრეზიდენტს ტელეფონი უჩუქებია. რომელს არის? მაგრამ შენთვის ლობიო ხო უჭმევებინებია. მე რა შევს კი მეგია მაჩუკა მე გამიმასპინძლა ზმაო. ამას არ დარჩა ამას ის ლობი. აჩუკა. გრევად მისა. რაღაცის სანაცვლოდ. ბიჭო ის ლობიო თვითონ მოხაშა თუ იხ. ეგრე თქვა ეხლა და რა ვიცი ზადების პროცესი არ მინახავს და წყალი უნდა გამოუცვალო ლობიო, რაღაცები უნდა იჩარჩო, შეკმაზო. კი, ქართულ თემებს აწვევდა. ეკლერი ناقიდი ქონდა ნაღდად, მაგრამ დალშო ჩემი გაკეთებულია, მე უფუსფუსეოდა. ეჭვებარება რა. კაი, სალომე სამარდაშვილი. დიდი ეჭვებარება. მიმაჩნია პირდაპირ ვიტყვი რომ ჩვენ არ გვაქვს ის ასე ვთქვათ განგაშის დრო არ ითმენს და ამიტომ ამბობთ ჩვენ რომ მათ შორის ადგილობრივ არჩევნებზე დღეს საუბარი იმდენად ნაადრევია რომ იმდენად სწრაფად იცვლება ვითარება რომ ჩვენ დღეს უნდა ვკონცენტრირდეთ ყოველდღიურ რეჟიმში რას ვაკეთებთ იმიტომ რომ ეს გემი ახლა რომელზეც ჩვენ ერთად ვხედავთ ჩაძირვის ეს არის საინტერესო დრო არ ითმენს დრო აღარ გვაქვს ანუ განგაშის ზარები არის სასწრაფო დასატეხიო თუ პირიქითო არ არის საგანგაშო სიტუაციაო მე მგონია როგორ თქვა იცი ჩვენ ეხლა უნდა ყოველდღიურ რეჟიმში მოვიგოთ არჩევნებს და არ დაველოდოთ არჩევნებს ალბათ განგაში არის ასეთიო დღესვეო ხო არა ცოტა ის უჭირს აზრის გადმოცემა ვერ გავიგე ჩვენ რო გოგო მოგწონს შენ გულბაზი არა ის არ იქნება აი ეგა ბიჭი დაემატა ამას რას მეუნებ ბიჭო ესე მითხრეს დაბა გაუშვათ მოკლეს ეს ფემინისტური მოძრაობა ესე აბა აი აუ გაფუჭესა რასა ენით ვიცავთ ხო არ ამბობს რატო გესმის ყველაფერი მე აი აბა რა თქვა საცოდა აი მე ეგრე გავიგე ამის რაცა ენით ვიცავთ სიმართლეს რას ამბობს ერით ვიცავთ სიმართლეს მეგობრებო აი ეს რა არის
თქვოთ დასვათ დიაგნოზი. ეს არის ყველაფერი მშვენიერებისადმი რომ დახშული გქონდეს, აი ეგ არის. მშვენიერი, ოღონდ ხო იცი მშვენიერი რას ნიშნავს? მშვენიერების განმარტება. მშვენიერის მეტაფიზიკა, აი კანტი, შოპენჰაუერი რაღაც, აი ეგეთი მშვენიერის დახშულობა. ხო, ეგეთი მშვენიერის დახშულობა არის. ანუ იდეასთან აქ ესთეტიკა არ არის, სტილი აქ არ არის და შინაარსი თუ მეტეს. მესამე გოგოც არის. აი მესამე გოგო. ჩამიგდე? ტრიო? არა, ეს კიდე ცალკეა რა, ანკლავი არის, ის ორი ხო დუეტშია. და მე გამოვიდა ეს. და ეს აშკარად იმურს არ მოეწონა ლეგიტიმაცია არ მიცემთ რომ ის ამის მერე აღარ გამოჩნდა. ეს როგორ ეს რარიტეტია? ეს იშვიათობაა? ეხლა არის სოლო. რომელიც არ ვიცი ვინ არის და ვერ განვითარდა, იმიტომ რომ მაფია. იმიტომ ეს ერთი გამოყურების მაფია. One Hit Wonder იყო, ეს ერთი გამოვარდა და გაჩერდა. რა, რაზე გეცე? მათყურების მაფია, ხო? ხო, ყველაფერი და ჩემი მომყურალები. მომყურალების მაფია. კი. ძაკი არის. კი, ჩემი მომყურალები. არ მიიღებენ, არა, მომყურალებიც ხო არის? კი, კი. გავშ შვილებია არ ვარ გაი სადარია შვილები სადარია შვილები არა ეს უკვე შვილები აქ არის სწორს ამომიდო გულბოს ჯუნიორი აქ არის ვანო მაჭავარია და ბიჭი აქ არის რავი გადმოხდეს ეს ყურე აი ის ჯობია ეს არ ვარ ვანო მაჭავარიანი ვინ არის მიშა მაჭავარიანი მიშა მაჭავარიანი ვანიკო მიშას ძმა ხო მიშას ძმა იყო ვანო იბადა კაი, აი კიდე ის რუსი შვილია, მიშასია თუ ანოს? მიშას. გავუშვი თუ შეიძლება ერთხელ. არა. სტუდენტების გეჭირა. აი ამოტოლა არისო ჩვენი ძალა. ბიჭუგა. საიდან მოდიხარ? ოო, საიდან მოდიხარ? ანუ შენ რა გინდა ეხა ამაზე? აბა სერიოზული ესეისტური გარჩევა დავუწყო? არა, ამოტოლა და გაჩერდი ბაჭი. ანუ ჩვენ ძალა დიდია სხვა რა კომენტარი შეიძლება გააკეთო. ზო, კაი. აი ნუ შევართ, განხილვა. მოვჩეთ. არა ხო, და მაგრამ მოვჩეთ უკვე დღეს მაინც ნელ-ნელა. ნელ-ნელა, ციხა-ციხა. ციხა-ციხა მიგშეით გავიდეთ. ხვალამდე მეგობრებო. აბა კარგი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და მოვიგებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. უეჭველი, ყველაფერი კარგად იქნება. ნახოთ.